გამარჯობა. თქვენ უყურებთ რა ეს? ამ ვიდეოში ვისაუბრებ ბალადაზე ლექსი ვეფხისა და მოყმისა შემდეგი თანმიმდევრობით. ჯერ ყურადღებას გავამახვილებთ ბალადის ჟანრულ თავისებურებებზე, შემდეგ მოგითხრობთ აღნიშნული ბალადის თავგადასავალს და ვიდეოს ბოლო მესამე ნაწილში კი ყურადღებას გავამახვილებთ ამ შესანიშნავ ნაწარმოებში მოცემულ მთავარ საკითხებზე. მაშასე დავიწყოთ. ბალადის ჟანრული თავისებურებები. ბალადა ხალხური პოეზიის პოპულარული ჟანრია. ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ შუა საუკუნეების საფრანგეთში, პროვანსში, სატრფიალო სიუჟეტის მქონე საცეკვაო სიმღერებს. ბალადის აღმოცენებას უკავშირებენ ტრუბადურებს. ქართულ რეალობაში ბალადა მე-19 საუკუნიდან ჩნდება, თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ უფრო უწინარეს პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ბალადა გახლავთ სიუჟეტიანი ლექსი, რომელშიც გადმოცემულია გმირის ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, განსხვავებით პოემისგან. გვხვდება სასიყვარულო, სატრფიალო, სამონადირეო და საგმირო ბალადები. ქართული ბალადა ლექსი ვეფხისა და მოყმისა გახლავთ ორნაწილიანი. პირველი ნაწილი 1897 წელს გამოსცა დავით ხიზანიშვილმა, ხოლო ორივე ნაწილი ერთად კი ვახუშტი კოტეტიშვილმა 1927 წელს. არსებობს მოსაზრება, რომ ბალადის მეორე ნაწილის ავტორი გახლავთ გიორგი ჯაბუშანური. თუმცა მკვლევართა ნაწილი არ ეთანხმება მას. ისინი აღნიშნავენ, რომ იგი მხოლოდ შემსრულებელი იყო და არა შემთხზველიო. თუ ამ საკითხით ხართ დაინტერესებული, ვიდეოს აღწერაში მიუთითეთ ნულს, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ და უფრო დეტალურად გაეცნოთ ამ ინფორმაციას. ბალადის პირველ ნაწილში გადმოცემულია მოყმისა და ვეფხვის ბრძოლა, ხოლო მეორე ნაწილში კი დედის დატირება და გადაწყვეტილება, რომ წავიდეს ვეფხვის დედასთან და თანაგრძნობა გამოუცხადოს. ვეფხვთან ბრძოლა და ამით საკუთარი ვაჟკაცობის განსაზღვრა დამახასიათებელი იყო ქართველთათვის. იგი, ვეფხვი ვაჟკაცობის სიმბოლოდაც მიიჩნეოდა, რადგან მასთან ბრძოლა ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვდა, ძალიან დიდ მოქნილობას და ასევე კარგად განვითარებულ საბრძოლო უნარებს. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც მას შეებრძოლებოდა, ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ხოლმე. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვეფხს ძალიან დიდ პატივს მიაგებდნენ, მაგალითად სვანეთში თუ შემთხვევით მოკლავდნენ ვეფხს, იმდენარი დატირება უნდა ეთქვა იმ ოჯახის უფროს, რომლის წარმომადგენელმაც იგი მოინადირა ან შემოაკვდა, რამდენი ზოლიც ჰქონდა მას. ხევსურეთში კიდევ ჩააცვამდნენ ხოლმეო ვაჟის ტანსაცმელს, გვერდით იარაღს შემოუწყობდნენ და ასე დაიტირებდნენო. ასე გადმოგვცემს ვეფხვის შესახებ არსებულ რწმენა წარმოადგენებს ელენე ვირსალაძე. ახლა კი გავამახვილოთ ყურადღება ამ ბალადაში მოცემულ მნიშვნელოვან საკითხებზე შემდეგი თანმიმდევრობით. ჯერ ვისაუბროთ ვაჟკაცობის გმირობის შესახებ, შემდეგ ყურადღებას გავამახვილებთ გმირი დედის, გმირი მშობლის როლზე, ასეთივე გმირის შვილის აღზრდაში, ხოლო შემდეგ კი ემპათიის მნიშვნელობას წარმოვაჩენთ. აი ამ ძირითადი საკითხებითაა გამსჭვალული ჩვენი ბალადა ლექსი ვეფხისა და მოყმისა. ვაჟკაცობა საზოგადოებისთვის ოდითგანვე იყო ზნეობის ერთგვარი საზომი. ჩვენ შეგვიძლია მრავალი ისტორიული გმირი გავიხსენოთ, რომელთაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის. ზოგადად არა მხოლოდ ქართულ კულტურაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გმირს ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდნენ ხოლმე. გმირობა ეს ხომ უანგარო სიკეთეა, უანგარო მსახურება საკუთარი ხალხისა, სამშობლოსის, საზოგადოებისა. ქართველ კაცსაც ეს გათავისებული ჰქონდა ოდითგანვე, ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდა ხოლმე გმირს, გმირობას და ბალადაშიც ეს საკითხი ძალიან კარგად თვალნათლივაა წარმოჩენილი. ვეფხვისა და მოყმის ბრძოლის მაგალითზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ არანაკლები გმირი გახლავთ მოყმის დედა და რა თქმა უნდა ვეფხვის დედაც. რატო? იმიტომ რომ თუ ისინი არ იქნებოდნენ ამ თვისებებით აღჭურვილი, რა თვისებებიც ჰქონდათ მათ შვილებს, ვეფხს და მოყმეს, რა თქმა უნდა მათ გაუჭირდებოდათ მათი ამ ღირსებებით აღჭურვა. შესაბამისად, ბალადაში ლექსი ვეფხისა და მოყმისა განდიდებულია გმირობა, განდიდებულია მოყმე, როგორც
სწორუპოვარი გმირი, ვეფხვი, ასევე სწორუპოვარი გმირი და რა თქმა უნდა მათი მშობლები. ახლა მოდი გავყვეთ ბალადის სიუჟეტს, რომელიც ვითარდება ასე. უწვერული ვაჟი გაემართება მთაში, გზად მას შეხვდება ჯიხვების ხორო და მოინადირებს ბერხენ ჯიხვს. უშუალო ტექსტში კი ასეა. მოყმემ თქვა პირში შველამა, შიბნგავიარე კლდისანი, მოვინადირენ დავლახენ, ბილიკნი ჭაუხისანი, შამანხვდეს კლდისა თავზე და ხორონი ჯიხვებისანი. ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენს, ჭალას ჯახნიქნენ რქისანი. შალვარდი ვეფხვის ნაწოლსა, დრონიყვნენ შუღამისანი, ზოგან გვხვდება შუაღამისანი. ვეფხვი რომ წამამიფრინდა, ფავნი მარის ხახთისანი. ამ მონაკვეთის უკვე გასააზრებად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, რომ ვეფხვიც და ჯიხვიც საღვთო ცხოველებად მიიჩნეოდნენ. როგორც შესავალის შეაღვნიშნეთ, ვეფხვის მოკლა იყო აკრძალული და ასევე აკრძალული იყო ჯიხვის მოკლა. განსაკუთრებით ნიშნიანი, ანუ ბერხენი ჯიხვის. იგი ნადირთ მფარველის რჩეულად მიიჩნეოდა და თუ მონადირე მას მოკლავდა, იგი, ანუ მონადირე, აუცილებლად დაისჯებოდა რაიმე ფორმით. და ბალადაში ზუსტად ეს არის წარმოჩენილი, რომ მოყმემ მოკლა ბერხენი, ანუ ნადირთ მფარველის რჩეული ჯიხვი და ის უნდა დასჯილიყო აუცილებლად, მან აკრძალება დაარღვია და ზუსტად ვეფხვი გახლდათ ვეფხვთან შეხვედრა გახლდათ მისი სასჯელი. და ეს თვითონ ტექსტში ჩანს, ხო, ვეფხვი რომ წამამიფრინდა, თვალნი მარის ხახთისანი. თითქოს ეს ღმერთის მრისხანება ტრანსფორმირდა ვეფხვად, რომელიც მას გადაეყარა გზად. არც ორივეს, ანუ მოყმესაც და ვეფხვსაც სხვა გზა აღარ აქვთ, ერთმანეთს უნდა შეერკინონ და იწყება მათ შორის დიდებული ბრძოლა, რომლის დროსაც მიწა იძვრის, კლდეები ინგრევა, ტყეები ილეწება, ჩაიბნეს ვეფხვი მოყმეი, მაშინ დაიძრნეს მიწანი, კლდეები ჩამაინგრივნეს, ტომ დაერიწნეს ტყისანი. რა თქმა უნდა, ავტორი აქ იყენებს ჰიპერბოლას შეგნებულად, თავისთავად ცხადია, რადგან მას ავტორს სურს წარმოაჩინოს აი ამ ორი დიდებული მეომრის ბრძოლის სიდიადე, შვენიერება. ზუსტად ამიტომ იძვრის მიწა, ამიტომ ინგრევა კლდეები და ამიტომ ილეწება ტყეები. ორივე სწორუპოვარი გმირია, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ვერც ერთი ვერ ახერხებს, თუმცა ამავე დროს არც ერთი არ აპირებს უკან დახევას. მაშინ მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანი არ დარჩენილიყო სირცხვილიანი, ანუ შერცხვენილი არ მოუკვდარიყო. ჯერ ვეფხვმა მიაყენა სასიკვდილო ზიანი, ჯაჭვის პერანგი დაუფლით ამ მოყმეს, ხოლო შემდეგ კი მოყმემა შეძლო ხმლით დაეჭრა ის. დრო აღარ დარჩა მოყმეს ახამი რომ ჰქონდეს ცდისანი, ფარსა იფარებს, ვერ ფარავს ვეფხვი, ჩქარია კლდისანი, გაზით გაართვა კალთანი, ჯაჭვისა ჯავშანისანი. მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი, მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონიყვნენ წაქცევისანი. აი ამ დრონიყვნენ წაქცევისანი გადმოცემულია ის, რომ ორივე მებრძოლმა უკვე შეძლო ერთმანეთისთვის მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობა, რის შედეგადაც ორივე იღუპება. რა ჩანს მათ ორთა ბრძოლაში? მკითხველმა რა უნდა დაინახოს თვალნათლივ? რა თქმა უნდა ის, რომ ორივე დიდებული მებრძოლია, ორივე სწორუპოვარი გმირია და მათ ურჩევნიათ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა შეეწირნონ, ვიდრე რომელიმე მათგანმა უკან დაიხიოს და დარჩენილი ცხოვრება სირცხვილ ნაჭამმა გაატაროს. აი ზუსტად ეს იყო მიუღებელი ძველი პერიოდის ქართველისთვის. ზუსტად ეს იყო ის, რამაც ძალიან ბევრი გმირი მისცა ამ ქვეყანას დამოკიდებულებას გულისხმობ გმირობისადმი, მებრძოლის სულისკვეთებისადმი. ზუსტად ეს განსაზღვრავდა კაცის ცხოვრების ხარისს, ასე რომ ვთქვათ. მათთვის მნიშვნელოვანი იყო სახელი, ერჩივნად სახელიანი დახოცილიყვნენ, ვიდრე შერცხვენილით ეცხოვრათ. მათი ბრძოლის მიმდინარეობისას კი მოხუცი დედა, მოყმის დედაზეა საუბარი აქ, ძალიან ნერვიულობს შვილზე, მან არ იცის შვილი სად არის, რა მდგომარეობაშია, ზუსტად ამიტომაც გადამკითხავნი ჰყავს მოწვეული და მათ ეკითხება ამ ყველაფერს. ვეფხვი კლდით გადმაეკიდა, ჩამააწითნა ქვიშანი,
თავოლდ კლდის თავზე შემაწვა მოყმე სულ ამამდინარი ქვიშას მახებავს წიფლა და სახე სისხლ ჩამამდინარი ვინეტყვის მაგის დედასა კარს უსხეც ქადაგმკითხავნი უერთოდ კი არი ხარჯნის ჩვენ მონადირის ისარნი აი აქ სრულდება ბალადის პირველი ნაწილი შევაჯამოთ და შემდგომ მეორე ნაწილი განვიხილოთ ბალადის პირველ ნაწილში განდიდებულია გმირობა ხოტბას ასხავს ავტორი მსგავს ქმედებას ვაჟკაცობა როგორც წეღან აღნიშნე საზომი იყო ზნეობის საზომი იყო ერთგვარი იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანისთვის რა თქმა უნდა დღესაც არსებობს დღესაც არის ისეთი ხალხი რომელთათვისაც აი ეს გმირობა და ვაჟკაცობა ზნეობის საზომია ისე თუმცა სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ რომ თუ მაშინ ძალიან ბევრი ფიქრობდა მსგავსად დღეს ალბათ ასე აღარ არის ვაჟკაცს სიკვდილი ერჩივნა სირცხვილიან ცხოვრებას გმირებზე და გმირობაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. პირველ რიგში ისინი სამშობლოს თავისუფლებას იცავენ. სხვა სიტყვებით, რომ არა გმირები ჩვენ დღეს როგორც ქვეყანა დიდი ალბათობით აღარ ვიქნებოდით, აღარ ვიარსებოდით. ვიცით ჩვენი ისტორია, ვიცით რამდენი მეომარი, რამდენი მებრძოლი შეეწირა მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. და ჩვენი თანამედროვე რეალობა კი ისაა, რომ დღესაც ყავს მტერი, რომლის წინააღმდეგაც ასევე ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის და სამწუხაროდ ბევრიც იღუპება. გმირობისთვის, გმირისთვის მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, აი მოყმის ასაკსაც რომ გავუსვათ ხაზი, მოყმე პირში შველა, ჯერ მას წვერი არ ამოსულია, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ სრულწლოვანი არაა ჯერ, თუმცა ეს მას ნამდვილად არ უშლის ხელს, რომ ასევე ძალიან ძლიერ მტერს შეებრძოლოს ერთ-ერთზე, უკან არ დაიხიოს და ამჯობინოს სახელოვანი სიკვდილი შერცხვენილ სიცოცხლეს. ზუსტად ამ ქმედებამ გადააწყვეტინა მოყმისავე დედას, რომ აღარ დაეტირა საკუთარი შვილი და პირიქით ეამაყა მისი აი ამ გმირული ქმედებით. ბალადის მეორე ნაწილში გმირობის მოტივს დედაშვილობის მოტივი ენაცვლება. ბალადის მეორე ნაწილში განდიდებულია, წარმოჩენილია ასევე თანაგრძნობა და რა თქმა უნდა გამოკვეთილია გმირი დედის სახე. გმირი დედა როგორც მოყმის, ისევე ვეფხვის. ახლა მოდი გავყვეთ სიუჟეტს მეორე ნაწილის. მოყმის დედა გლოვობს. მას ვეფხთან ბრძოლაში გარდაეცვალა შვილი. თუმცა ამავე დროს ის ამაყობს კიდეც მისი ანუ თავისი შვილის ამ ვაჟკაცური საქციელით. იარებოდა დედაი ტირილი თვალცრემლიანი, ჩემ შვილს გზად ვეფხვი შეჰყრია, გაჯავრებული ტიალი, ჩემ შვილს ხმლით იმას ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი, არც ვეფხვი იყო ჯაბანი, არც ჩემ შვილს შეხვდა ჭკვიანი, მათ დაუხოცა ვერთურთი, არ დარჩნენ სირცხვილიანი. აქ დღე დაუღამდათ მზიანი მეტაფორულად ნიშნავს სიკვდილს, მათ ერთმანეთი დახოცეს დიდებულ ურთაბრძოლაში, ამას აქვს ხაზი გასმული აქ და არ დარჩნენ სირცხვილიანი, ესაც მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მათ, ანუ მოყმესა და ვეფხს, ერჩივნათ ორთაბრძოლაში დიდებულ ორთაბრძოლაში დახოცილიყვნენ, ვიდრე სირცხვილ ნაჭამთ გაეგრძელებინათ ცხოვრება. ეს მოტივი, ანუ გმირობის, ვაჟკაცობის მოტივი, ასევე ძალიან კარგად ჩანს ვეფხის ყაოსანში თუნდაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ აი ეს ვაჟკაცობა, აი ეს გმირობა ქართველისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი და ოდითგანვე პატივს მიაგებდნენ მას, ანუ გმირობას, ვაჟკაცობას, რაც ასე კარგად არის ასახული არეკლილი ამ ბალადაში. ზუსტად ეს განაპირობებს მოყმის დედის სიამაყესაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი შვილიკვდარი დედაა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მგლოვიარეა, მაინც აფასებს, მაინც შეუძლია მას დაინახოს ის გმირობა, ის ვაჟკაცობა, რაც მისმა შვილმა გააკეთა. შემდეგ მოყმის დედა მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მან საკუთარი გლოვით თავისავე შვილს არ უნდა მიაყენოს რაიმე სახით შეურაცხყოფა და იგი ამბობს, რომ მე შენ აღარ გიტირებ, შენ სატირალი არ ხარ. პირიქით, მე შენით უნდა ვიამაყობო. ტირილი წყრულებს უხევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა, შენ არ მომკვდარ ხარ,
შენ გძინავს დაქანცული ხარ ჯაფითა მაგისმეც აღარ გიტირებ შენ არ ხარ სატირალია ლაშქარში მეგობარში არ იყავ საწუნარია ერთხელ ხომაენ გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია ეს ზუსტად ერთხელ ხომაენ გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია აქ უკვე იკვეთება ის რომ მოყმის დედა ამაყობს საკუთარი შვილით ამაყობს იმ ვაჟკაცობით იმ გმირობით რაც მან გამოიჩინა ვეფხვის წინააღმდეგ ერთი-ერთზე ორთაბრძოლისას ჩვენ თქვით ვიდეოს შესავალ ნაწილში რომ ერთ-ერთი საკითხი რომელზეც უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება ეს იყო გმირი დედის მნიშვნელობა ფუნქცია ასეთივე ვაჟკაცის შვილის აღზრდაში და შეგვიძლია მოდი ახლა დავსვათ ასეთი შეკითხვა მოყმის დედას რომ არ ქონდა ის თვისებები რაც ქონდა მის შვილს ეკნებოდა დიდი ალბათობით არა ზუსტად ამიტომაც გამოკვეთილი ეს ბალადაში რომ ეს საკითხი ბალადაში რომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ არის აღზრდილი შვილი თუ ის აღზრდილი არის ძალიან მაღალი ღირებულებების მქონე მშობლების მიერ დიდი ალბათობით ის ასეთივე ადამიანად ჩამოყალიბდება თუ არა უფრო უკეთესად გმირი მშობელი გმირი დედა გმირი მამა აღზრდის ასეთსავე ღირსეულ ვაჟკაც გმირ შვილს ზუსტად ეს იკვეთება აი ასე ძალიან თვალსაჩინოდ ბალადაში. სხვა სიტყვებით, რომ არ ყოფილიყვნენ გმირი დედები, არ იქნებოდნენ ის გმირები, რომელთაც ჩვენი სამშობლო დღევანდელ დღემდე მოიყვანეს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს ხის ფესვებს რწყავდნენ საკუთარი სისხლით. დედა მიუხედავად იმისა, რომ სულიერად ძალიან ძლიერია, მიუხედავად ძალიან დიდი ტრამვისა, მიუხედავად ამ ძალიან დიდი ტრაგედიისა, მან მაინც ღირსეულად განაგრძო ცხოვრება. თუმცა ბოლომდე არ მოშოშებია მას ეს სულიერი იარა, სულიერი ტრავმა და ამიტომაც ხანდახან ეს იზმრება ხოლმე ის თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს მისი შვილი და ვეფხვი. და ერთხელაც ნახა ასეთი სიზმარით როგორ ებრძვიან ერთმანეთს მისი შვილი და ვეფხვი და გამოგვიძევის შემდეგ გადაწყვიტა ვეფხვის დედასთან წასვლა და სამძიმრის თქმა. აი ზუსტად აქ ჩანს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თანაგრძნობა, იგივე ემპათია. რომ არა თანაგრძნობა ძალიან გაგვიჭირდებოდა ჩვენ ადამიანებს თანაცხოვრება. თანაგრძნობა სხვის მდგომარეობაში შესვლა, სხვისი ჭირის, სხვისი დარდის, ასევე სიხარულის, ვარამის, გაზიარება, მის გვერდით დგომა, მისი მხარდაჭერა. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ზუსტად ეს აძლევს ადამიანს საშუალებას რომ ძალიან დიდი ტრავმა გადალახოს ძალიან დიდი სულიერი ჭრილობა განიკურნოს ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც რომ არა ასეთი ემპათიური და მოკიდებულება ერთმანეთისადმი ძალიან გაგვიჭირდებოდა ცხოვრება და მოყმის დედას ამის დანახვა შეუძლია ეს ბალადის მეორე ნაწილში, უпростоროდ მეორე ნაწილის ბოლო მონაკვეთში ძალიან კარგად ჩანს. ახან ვეფხვი ხან თავის შვილი ელანდებოდა მძინარსა, ამ სიძვრებს ხედავდის გამაეღვიძის მტირალსა, ახან იფიქრებდა უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა, იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარე და ტირისა, წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა, ისიც მიამბობს ამბავსა მეც უთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექნება უწყალოდ ხმლით დაჭრილისა. და ესე სრულდება ბალადის მეორე ნაწილი და მთლიანობაში რა თქმა უნდა ეს ჩვენი ლექსი ვეფხვისა და მოყმისა. ეს ბალადა არის განმადიდებელი გმირობისა, ვაჟკაცობისა, ეს ბალადა წარმოაჩენს გმირი მშობლის როლს ასეთივე გმირი შვილის აღზრდაში და რა თქმა უნდა ეს ბალადა გამოკვეთს ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოტივს, თანაგრძნობას, რომლის გარეშეც ჩვენი ადამიანების თანაცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში წარმოჩენილი საკითხები არ ამოწურავს და ვერ ამოწურავს ბალადაში მასალურ პრობლემატიკას. ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანზე და არა ყველაფერზე. თუ შენ სხვა საკითხებიც, სხვა პრობლემებიც დაინახე ამ ტექსტში, არ დაგეზაროს და დამიკომენტარე ვიდეოს ქვეშ აუცილებლად. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.